ვაჭრეს იმაში, რომ შენახვის მაგივრად ყოველწლიურად ოდნავ გავხდებოდით და უფრო მეტ მასალას მოვიყვანით. ახლა უფრო მეტ მასალას მოვიყვანით. და ანუ იმის მაგივრად რომ შეგენახა და შეგვენახა და გავფუჭებოდა მოსავალი, ყოველწელს უფრო მეტი გვექნებოდა უკვე რანაირად გამგავდებოდით თუ ვერ ყიდით? არა, იგივეში გავხდი. რას ხო? მოჩი? გასავალი უწოდეთ თქვენ. ჯობს ხარჯები დავარქვათ. ხარჯების დროსაც უნდა გავითვალისწინოთ დანაზოგი. არ ვისაუბრებ იმ ფორმულებზე, რასაც ექსპერტები გვთავაზობენ, რა პროპორცია უნდა დავიცვათ და რა ხვედრით უნდა მივანიჭოთ ამ ყოველივეს, თუმცა ხარჯვის დროს აუცილებლად დანაზოგი, საჭიროება და სურვილი უნდა გავნიშნოთ ერთმანეთისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ თლიანი თავისი თანხა ამ ადამიანმა რას მოახმარა, როგორ ვთქვით, საჭიროებას თუ სურვილს? სურვილი იყო, ხო, იმიტომ რომ ვერ ვხედავთ, შეიძლება თქვიდან რომ ეს იყო საჭიროება, მაგრამ სურვილს მოახმარა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ჯერ პირველ რიგში ჩვენ საჭიროებას უნდა მოვახმაროთ ჩვენი ნახევარი, თანხის ნახევარი შეგვიძლია რომ მოვახმაროთ. უბრალოდ თავიდან საკუთარ თავს არგეო, სადღაც 20% გადავდოთ და დანაზოგი გავაკეთოთ, დანარჩენი მოვახმაროთ უკვე საჭიროებას და ის 30% რაც დარჩება თავისუფალი, ის შეიძლება რომ მოახმარო უკვე სურვილებს. ჩემი საკითხი უკეთესად ანუ ვაგრძელებთ და შემდეგი ეპიზოდი ასეთია. ვაჭარმა აიღო რაც კი ცოლს სამკაულები გააჩნდა და წავიდა საფრანგეთში. გაყიდა, ივაჭრა, იმდენი ქონება დააგროვა, დათვლას ვერ აუდიოდა, შინაღარ დაბრუნდა, რადგან სიხარბემ სწრია ეგონა სხვაგან წავა და უფრო მეტ სარგებელს ნახავო, ჩაჭდა ხომალდში, მაგრამ აღებდა სხვა, დაიმსხვრა ნავი და მთელი მისი ქონება წყალმა შთანხა. თავად ერთ ფიცარზე შერჩა და ტალღამ ნაპირზე გაიყვანა. დიდად შეწუხებული დიდვაჭარი ერთ ქალაქში მივიდა, იპოვა იმ ადგილის პატრონი და თავისი თავგადასავალი უამბო. მე პატრონემ უთხრა, რადგან დიდარი კაცი ასე და თავეთქულად წარქვა სავარაუდოდ მოყანა ეტოვა და ან რაღაც თავისი მედით გადასცა ვაჭარს ქონება, მან არასწორად მიიღო ცოლის საკუთრება, რომელიც ეკუთვნოდა პირადად მას. შემდეგი კითხვა. იცოდა რა მეკარა დილაჭამა სავარაუდოდ არაფერი არ იცოდა, რადგან დამოკიდებული იყო იმ მომენტში გადაყოლები ექნებოდა და დაჭერდა მასშტაბი არ გავაკეთე, მას არანაირი დანაზოგი არ შემნახე თავისი თანხა, თუნდაც ბანკში, რომ გადაიღო თავისი ნახევარი 10% თავის სახელოს გამოიყენებინა. მასშტაბი მას აქ მონაკვეთში ეს ეპიზოდი რომ ან სამოდარქონება, ან თვითონ თავის ნებითმის სამკაულები, სავარაუდოდ ვაჭარმა მოიყარა და ეს იყო სწორი საქციელი. მეორე კითხვა ის იყო რამოსვლა დანაზოგის ან გაუხსნებელი ხარჯების ან დაზღვევის შესახებ დიდვაჭარმა. რატომ ვფიქრობთ ასე და რას ურჩევდით მასო? ჩვენი აზრით საერთოდ ამ კუთხით მას განხილვა არ ქონია, იმიტომ რომ როდესაც გადაწყვიტა ამ სამკაულების გაყიდვა, არანაირი დანაზოგი, ხარჯი და შემოსავალი და გასავალი არაფერი არ ქონდა გათვალისწინებული და მთლიანი სამკაულები ერთდროულად გაყიდა, არაფერი არ გადაინახა და მას ურჩევდით, რომ სწორად შეედგინა თავის პირადი ბიუჯეტი და ფინანსური გეგმა ასაკობრივებისათვის. ის რაოდენობით თანხა აიღო და 5 წელი არ მისცა ცოლს. მეორე შემთხვევა ის არის, რომ იცოდა რამე თუ არა დანაზოგის ან გაუთვალისწინებელი ხარჯების ან დაზღვევის
ამბავი შესახებ დიდვაჭარმა და რატო ფიქრობთ ასე რა ვrჩევდით მას. იმის მაგალითად ჩვენი αδერტი მან აიწყო და ამ ყველაფერში სახელი რადგან იმის მაგალითად რომ ამ თანხის სწორი ბიუჯეტი რომ მოიხდინა როგორც შეაფასა მეკობრების აქცეს, რამდენ კეთის იმისია, გავიდნენ ისინი და მის შეიძლება მიაკითხოს ამ შემთხვევაში დადარებულმა. მეკობრების აქციები იყო არაკეთის იმისიერი, მიითვისეს სხვისი საკუთრება. დიდვაჭარი ვერ მიეკითხავდა რაიმე ორგანიზაციას, რადგან არ ჰქონდა არანაირი დამტკიცებული საბუთი იმ ქონების რომელსაც ფლობდა. იმ ქონებისა, რომელსაც ფლობდა. შეიძლება ვაჭრისთვის მიემართა, მაგრამ მაინც ვერ ამტკიცებდა ქონების ფლობებას. ანუ ჩვენ არის იმის ყოფილა, რომ ვერ მიმართავდა კომპანიას ასეთი საბუთო იმას რა ქვია. ანუ ვერ დაამტკიცებდა, არ ჰქონდა იურიდიული საბუთი იმისა, რომ ეს ქონება კონკრეტულად მას გადასცეს და აჩუქეს. ანუ შეიძლება თვითონვე ეს ქონება მოეკითხა, რომელიც მასზე არ იყო არ ჰქონდა ის საბუთი და არ დაამტკიცებდა, რომ უშუალოდ მისი იყო, შეიძლება იგი ჩართულოს ფულდად. იმიტომ რომ იმას ითხოვდა, რაც მას რეალურად არ ეკუთვნოდა. ამიტომ ვერავის ვერ მიმართავდა, ვერ მოითხოვდა იმ ქონებას, რომელიც ანუ იურიდიულად მას არ ეკუთვნოდა. ის უსულანასწავლებლად ძალიან საინტერესო ვითარდება სცენარი. ახლა ნახეთ რა უნდა ვიცოდეთ ამ ხოგად მოყავს არა სცენარი თანამედროვეობაში და ფიქრობთ უკვე რომ რას გავაკეთებდით ჩვენ ან როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში რა ტერმინები უნდა გამოვიყენოთ ამით დავიწყებთ. არაერთხელ აღნიშნეთ თქვენ რომ თუ იქნებოდა თანამედროვე სიტუაცია, მაშინ ამას ბანკში შევიტანდით, ხო? ანუ ბანკი როგორც ფინანსური ინსტიტუტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ აქ. და თანამედროვე სცენარს თუ მივყვებოდით, ჩვენ შეგვიძლია ქონების დაზღვევა, ამ შემთხვევაში როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონების დაზღვევა შეგვიძლია და შეგვიძლია თუ წარმოვიდგეთ, რომ ეს ქვები არის ფული და ასე უნდა წარმოვიდგინოთ, ხო? იმიტომ რომ მაშინ ხომ ბარტერული გაცვლა ავიმდინარეობდა, ნატურალური გაცვლა ფული შეიძლება არ არსებობდა და მე ქვები მაქვს, შენ ძრო გაქვს და ყავს და გავცვლით ერთმანეთში, ან მე ხორბალი მაქვს, შენ ზევი გაქვს და გადავცვლით, მე გოჭები მყავს, შენ გემი გაქვს და ასე შემდეგ. თუმცა თუ ჩვენ ახლა ფულად წარმოვიდგენთ ამ ყველაფერს, ხო და ჩვენ ეს ფული შეგვიძლია რომ მივანდოთ უფრო სანდო ორგანიზაციას, მივიდივართ იმისკენ, რომ ეს ყველაზე სანდო ორგანიზაცია იქნება ბანკი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელიც კიდევ დამატებითი ინსტიტუტები არის ფინანსური, ამ ფუნქციას არ ასრულებს. ჩვენ არ შეგვიძლია ანაბარი გავხსნათ და შევინახოთ ფული. ამიტომ ბანკში ბანკს უნდა მივანდოთ ეს ფული. აქ სარგებელიც გვექნება და დაზღვევაც შეგვიძლია, როგორც გითხარით, დაზღვევა კიდევ ცალკე თემაა. თუ თქვენ მაგალითად ბანკს არ ენდობით, წესით უნდა ვენდობოდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაცვითი მექანიზმები არსებობს, თუმცა პირველ რიგში სანამ დასაქმდებოდა ეს დიდვაჭარი მეფესთან უბრალოდ იყო გაწერილი მისი ვალდებულებები. ანუ თუ მეფეს ის ქონდა მიზნად, რომ ამ დიდვაჭარს უხოცებად დააყენებდა და უფრო ბევრ ქონებას დაუგროვებდა, მის ვალდებულებებში არ შედიოდა კრიტიკის გამოსვლა, ახლის ყიდვა არ შეკეთება. შესაბამისად, უნდა მიემართა დასაქმებებისთვის, ამ შემთხვევაში მეფისთვის და